რომც მქონდეს თქვათ აზრი შეცვლილი და სურვილი რომ რაიმე შევცვალო, ამის შესაძლებლობა არ არსებობს, ასე რომ ეს გადაწყვეტილება დარჩება ისე, როგორც ეს არის მიღებული. ასე გამოეხმაურა მთავარი პროკურორი პრემიერის რეკომენდაციას ბედუკაძის საქმის გადახედვასთან დაკავშირებით და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც ციხის სკანდალური კადრების ავტორი სისხლის სამართლის პასუხისგებლობისგან გაათავისუფლა. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ბედუკაძემ სისტემური დანაშაული გამოავლინა და ყოველივე ეს ანგარების გარეშე გააკეთა. მისივე ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილების საქმის კურსში არ იყვნენ არც პრემიერი და არც მთავრობის სხვა წევრები და ბიძინა ივანიშვილს მან ბედუკაძის საქმის დეტალები მას შემდეგ განუმარტა, რაც პრემიერი ამ საქმით დაინტერესდა. არგუმენტები, რომლებიც თქვენ მოისმინეთ, ასევე მოსმენილი იქნა მის მიერაც. მე ვთქვი, რომ აი მაღალი მორალური სტანდარტის გამო მან თქვა, რომ მიუხედავად აღნიშნულისა ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება მისი აზრით მაინც შეუსაბამო და არაადეკვატური შედეგი არის და მან ეს თავისი მოსაზრება გუშინ საჯაროდ გამოაცხადა. ის რომ ჩვენ შორის განსხვავება არის აი ამ პოზიციაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის წინააღმდეგობის საფუძველი. დღესო ცნობილი გახდა, რომ ლადო ბედუკაძემ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო მასალა გასავრცელებლად 2011 წლის სექტემბერში საზოგადოებისათვის დღემდე უცნობ პირს გადასცა, რომლის ვინაობას დღეს მთავარმა პროკურორმა არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ ეს იყო პერიოდი, როცა ბედუკაძე რაიმე გათვლას ვერ გააკეთებდა. მიაქციეთ ყურადღება, რომ 2011 წლის სექტემბერი არის ის პერიოდი, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში საერთოდ არანაირი პერსპექტივაც და იმედიც კი არ ჩანს რაიმეს შეცვლის. ანუ, როდესაც ამ ადამიანმა ამ ვიდეო მასალის გადაცემის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, მას აბსოლუტურად არ შეიძლებოდა ქონოდა გათვლა რაიმე პოლიტიკურ შეღავათზე, ცვლილებაზე. კბილაშვილის გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს მისივე თანაგუნდელებშიც, რომლებიც ამავე დროს ადასტურებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მან კანონის ფარგლებში მიიღო, თუმცა იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ თავად შეთანხმებას თუნდაც პირობით სასჯელზე მოითხოვდა. კბილაშვილის გადაწყვეტილებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარეც, თუმცა განმარტავს, რომ პროკურორს კანონი არ დაურღვევია. მისი მთავარი მტკიცებულება ის არის, რომ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება მოსამართლემ დაამტკიცა. არჩილ კბილაშვილის ბედუკაძის საქმეზე კანონი არ დაურღვევია და მისი მთავარი მტკიცებულება არის ის, რომ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა მოსამართლემ. ვისთანაც მომიწია ასრთა ურთიერთგაცვლა ამ თემაზე კოალიცია ქართული ოცნების შიგნით, მე ვერ ვიხსენებ პიროვნებას, რომელიც თulis რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ეს შუამდგომლობა და საპროცესო შეთანხმების პირობები დაამტკიცა მოსამართლემ. აქედან გამომდინარე დიდი გასაქანი, როგორც გუშინაც თქვი, მთავარ პროკურატურას დღეს არ აქვს რომ ეს გადაისინჯოს. მაგრამ მე რომ ყოფილიყავი იმ წუთში გადაწყვეტილების მიმღები, რა თქმა უნდა, იმ იმუნიტეტის ხარისხს, რაც ბედუკაძემ მიიღო, შევამცირებდი, თუნდაც პირობით მსაჯელზე მოხდებოდა შეთანხმება. ნაციონალურ მოძრაობაში ყურადღებას კბილაშვილის იმ განცხადებაზე ამახვილებენ, რომლის მიხედვითაც ბედუკაძემ წამების ამსახველი კადრები 2011 წელს უცნობ პირს გადასცა. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ 1 წლის განმავლობაში დანაშაულის დაფარვა ხდებოდა და ამ საკითხზე გამოძიება ცალკე უნდა დაიწყოს. იდმა ნადირაშვილი კი აცხადებს, რომ კბილაშვილის თანამდებობრივი პასუხისგებლობის საკითხი უნდა დადგეს. არსებობდნენ ადამიანები, ვისაც ზუსტად 1 წელი ეს პირები მშვიდად და წყნარად ჰქონდა შენახული და ელოდებოდა საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას, რომ გამოეყენებინა ისინი პოლიტიკური მიზნისთვის. ჩვენ მოვითხოვთ და მე მოვითხოვ დაიწყოს გამოძიება ამ საქმეზე, დადგინდეს ვის გადაეცა პირები 2011 წლის სექტემბერში, ვინ ინახავდა 1 წელი რეაგირების გარეშე ამ პირებს და დაიკითხოს ყველა ის ადამიანი, რომელსაც შეხება ჰქონდა ამ საქმესთან, მათ შორის გენერალური პროკურორის ჩათვლით. ამ განცხადებიდან ცხადია, რომ მთავარმა პროკურორმა ვერ არ გაართვა თავის დაკისრებულ მოვალეობას და საქმის გამოძიების დროს იხემძღვანელა მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ დადგეს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ბედუკაძის საქმიდან გამომდინარე მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია კბილაშვილის შესაძლო გათავისუფლებაზეც. მთავარმა პროკურორმა ამ საკითხზე
ფაქტზე კომენტარი თავადვე გააკეთა და განაცხადა, რომ მზად არის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება ნებისმიერ დღეს მოისმინოს. ჩემი თანამდებობა ისე არის, რომ დროში არ არის გაწერილი, ანუ მინდა ვთქვა, რომ მთავარი პროკურორის დანიშვნა და გათავისუფლება მოქმედი კანონით ხდება იუსტიციის მინისტრის წარდგინებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, დღეს ხვალ, 1 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ, არასდროს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ყოველთვის ხდება. ასე რომ მე პირადად ყოველთვის ვარ მზად, ყოველ დღე, რომ ასეთი გადაწყვეტილება დადგეს და ამაში არანაირი პრობლემა არ არის. დღის ბოლოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების თემას პრეზიდენტიც გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ კბილაშვილს დღესვე გადააყენებს, თუ ასეთი მოთხოვნით მას მიმართავენ. მთავრობას იუსტიციის მინისტრს პრემიერის დავალებით დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბატონი კბილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი და მე დღესვე დავაკმაყოფილებ. ხო სერიოზულად, ხო არა თუ ეს არ არის საბავშვო ბაღი და თაბაშები, წარმოადგინონ და დავაკმაყოფილებ. თუმცა იმედია ბატონ კბილაშვილი ასევე მოყვება და იგივე ბედუკაძე რამდენად გაიყიდა, როგორ გაიყიდა, ვის მიცეს და რატო იყო ეს ცუდი დანაშაულები ამდენი ხანი დაფარული და რატო არიან მისი შემსრულებლები ასე წახალისებულები, ფინანსურადაც და იურიდიულადაც. თუმცა იუსტიციის მინისტრი, რომელმაც კანონის თანახმად პრეზიდენტის წინაშე ასეთი შუამდგომლობა უნდა დააყენოს, აცხადებს, რომ კბილაშვილის მოხსნა დღის წესრიგში არ დგას. შეაფასებ ამ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ის გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობა. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ბედუკაძის საქმის გადახედვის რეკომენდაციით პრემიერ-მინისტრმა მთავარ პროკურორს გუშინ მიმართა. ივანიშვილი ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისგებლობისგან გათავისუფლებას არასწორად მიიჩნევს.